EUTHO-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარად მირზოიანმა ასევე ისაუბრა ბაქოში დაკავებული სომეხი ტყვეების თავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც განიხილა ეს საკითხი. მირზოიანის თქმით, დამყარებული მშვიდობის პირობებშიც კი ტყვეების გათავისუფლება ერთ-ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. არარად მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხი წინა დღეს შარმ-ელ-შეიხის სამშვიდობო სამიტის ფარგლებშიც განიხილეს. მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ამ კუთხით კარგი ამბები იქნება, თუმცა აზერბაიჯანული მხარის პასუხი არ დაუკონკრეტებია. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მესამე ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აზერბაიჯანში საქმიანობა შეწყვიტა. ოფიციალური მონაცემებით ბაქოს ციხეებში 23 სომეხი ტყვე იმყოფება. მათი ნაწილი უკვე გასამართლებულია, ნაწილის, მათ შორის არცახის ყოფილ სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სასამართლო პროცესი კი უკვე 8 თვეა გრძელდება. ბაქოში წითელი ჯვრის ოფისის დახურვის შემდეგ სომეხი ტყვეები სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ამასთან გაეროში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის ბოლო დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება. კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს 23 სომეხი ტყვის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის წითელი ჯვრის ჩაურვებლობის პირობებში დაზარალებულთა უფლებები, უსაფრთხოება და ღირსება საფრთხის ქვეშ რჩება.